გაგწერს არასოდეს მიმართავს ფსიქოლოგისათვის სამწუხაროდ. მე ყოველთვის ვცდილობ საკუთარ ტრამებს მარტომ ვებრძოლო. და ეს ალბათ უფრო აზიანებს ფსიქიკასო. ეკა. მესმის რომ ჩვენ საზოგადოებაში არ არის ჯერ დანერგილი იმის კულტურა, რომ მიმართო ფსიქოლოგს, ანუ რას ემსახურება მეცნიერება ფსიქოლოგია. ხშირად ბევრს ერევა ხოლმე ფსიქიატრიაში. ფსიქიატრია არის უკვე დიაგნოსთან, ავადმყოფობასთან, ფსიქიკურ დიაგნოსთან გვაქვს საქმე, როცა ფსიქიატრიაზე ვსაუბრობთ, ხო? ფსიქიატრი არის ექიმი და როგორც წესი ის მკურნალობს მედიკამენტოზურად. ფსიქოლოგები ავადმყოფებთან არ მუშაობთ. ფსიქოლოგი მუშაობს ნორმაში მყოფ ადამიანთან, რომელსაც გაუჩნდა გარკვეული სირთულეები ცხოვრებაში, რომელსაც არ მოწონს ის მოცემულობა, რაც აქვს და ვერ ცვლის, ხო, არ აქვს მნიშვნელობა ეს ფინანსების მხრივ არის, სასიყვარულო ურთიერთობების მხრივ, საკუთარ თავთან ურთიერთობები და შინაგანი სიმშვიდე, თუ რა ვიცი, ყველა სახის სირთულე, რაც ცხოვრებაში შეიძლება ადამიანს შეხვდეს. და უყურეთ, ეს სირთულეები გვხდება იმიტომ, რომ თავად ჩვენშივე არის გარკვეული რწმუნებულებები, ანუ პროგრამები, რომლებიც გვაიძულებს, რომ აი ისე ძველებურად ვიმოქმედოთ, ისე ვიმოქმედოთ, რაც არ გვაძლევს სასურველ შედეგს, მაგრამ ახლებურად ვერ ვმოქმედებთ, იმიტომ რომ ჩვენში არ არის ეს ახალი პროგრამა. და სწორედ ამას ემსახურება ფსიქოლოგიაც კოუჩინგიც. რომ ის ძველი პროგრამა აღმოაჩინო, გაანეიტრალო, სხვადასხვა მეთოდები არსებობს, წაშალო, ასე ვთქვათ, და ახალი შესაფერისი განახლებული პროგრამა ჩატვირთო ადამიანში, რათა მან შეძლოს ახლებურად მოქმედება. და მე ჩემით უმკლავდებიო, იგივეა, რაც არ ვიცი, ანგინა რო გქონდეს. და დაელოდო მაღალი სიცხე გაქვს, ვერ ყლაპავ, ვერ ჭამ, საშინელ დღეში ხარ და ელოდები რომ ოკეი, გაუმკლავდება თავისით შენი ორგანიზმი, არ მიდიხარ ექიმთან. კი, შეიძლება გაუმკლავდეს, მაგრამ ამ დროს ამ გამკლავებაში გააჩნია, როგორ ძლიერი იმუნიტეტი გაქვს, გააჩნია, რამდენად ძლიერია ამ ბაქტერიებით ინვაზია, ხო? გააჩნია შენს საერთო მდგომარეობას, ერთი სიტყვით, ბევრი ფაქტორი არის, რის გამოც შენი ორგანიზმი შეიძლება წარმატებით გაუმკლავდეს, ძალიან და არაფერი არ დაგჭირდეს, მაგრამ შეიძლება ვერ გაუმკლავდეს და რაღაცა ან სავალალო შედეგამდე მიგიყვანოს, ან ძალიან ძლიერ იმამდე რაღაცა ჯანმრთელობის პრობლემამდე, ხო? ის ანგინა კი გაივლის, მაგრამ რაღაცა დაგრჩება, მაგალითად, სახსრების ანთება ან რაღაც მსგავსი. და ამ ყველაფერს 21 საუკუნეში, როდესაც არსებობს ექიმები, როდესაც არსებობს კარგი ექიმი, ხო? მესმის, რომ ყველა ექიმი კარგი არ არის და ყველა სწორ მკურნალობას არ დაგინიშნავს, ისევე როგორც ფსიქოლოგი. მაგრამ მიდი რა და თუ ამ ექიმის მკურნალობა არ დაგეხმარება, სხვასთან მიდი, მერე კიდე სხვასთან მიდი და აუცილებლად იპოვის შენსას. იგივეა ფსიქოლოგიაშიც. და ისევ გავიმეორებ 21 საუკუნეში, როდესაც ხელგეწიფება ფსიქოლოგის დახმარება, აი ეს სახლიდან გასვლაც არ გჭირდება. შეგიძლია, არ ვიცი, ონლაინ კონსულტაცია მიიღო, ან რაღაცა ონლაინ პროექტში ჩაერთო, ხო? და იმის ნაცვლად, რომ გაიიოლო ცხოვრება, აი ეს იგივე არის, მაგალითად, რომ, არ ვიცი, თბილისიდან რო გინდოდეს თელავში ჩასვლა. და, აი, ჩემი თავისა და ორგანიზმის მეტი სხვა არაფერი არ ხელმეწიფება და დავადე თავი და დავიწყე და მივდივარ ნენელა ფეხით მივყვები თელავისაკენ მიმავალ გზას. ალბათ სანამ თბილისის ცენტრიდან ლილომდე ჩავალ, უკვე რამოდენიმე დღე გავა. და არ იმასშვები, არ ვღებულობ, არ მოვიხმარ, არ ვაღიარებ თანამედროვე ტრანსპორტის საშუალებებს, რომელსაც შეუძლია რომ
არ ვიცი, ნუ მაქსიმუმ საათნახევარში ჩამეყვანოს თელავში, მანქანას გულისხმობ და არა, ჩემით გავუმკლავდები კაც რა მანქანა, ჩემით გავუმკლავთ. რატო იტანჯავთ თავს, რატო წელავთ თქვენს ცხოვრებას, რატომ აჯანჯლებთ თქვენს ცხოვრებაში ისეთი საკითხების მოგვარებას, რაც ერთ საათში მოგვარდება, ამას შეიძლება თელავში ჩასვლასავით 2 და 3 დღე კი არა. ფეხით ჩასვლასავით. არამედ მთელი ცხოვრება რაღაცა ერთის მოგვარებას მოანდომო, რაც რომ შეგვიძლია რომ ფსიქოლოგთან ერთად ესე უცებ მოაგვარო. მიკვირს. მაგრამ თან მესმის თქვენი, იმიტომ რომ ეს კულტურა ეხლა ინერგება და ასე ყბა მოქცეული სულამაზე მაგით ვლაპარაკობ, რომ გავაგებინო ხალხს, რომ ეს არსებობს. ეს ახალი ტექნოლოგიები არსებობს და ეს ახალი ტექნოლოგიები გაცილებით უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე თქვენ გონიათ. ისევ ვიტყვით ჩემი პროგრამის შესახებ, მესმის რომ პირადი სესია, კი ბატონო, უფრო ნაყოფიერია რიგ შემთხვევაში, მაგრამ ხანდახან არც არის საჭირო. მაგრამ პირადი სესია ძვირია, მე კი გთავაზობთ პროგრამას, რომელიც თვეში 5.5 ლარი ღირს. 10 ვიდეოს იღებ. ეს 10 ვიდეო ჩათვალე, რომ არის 10 სესიის ტოლფასი. 10 სესიაში გადაიხდიდი კარგ ფსიქოლოგთან, არ ვიცი, 1000 ლარს მინიმუმ, თუ მეტი არა. და მე კიდე ამ ყველაფერს გთავაზობ 5.5 ლარად. გადადით, ზემოთ არის სრული აღწერა, არის ლინკი. იხდით და შემოგვიერთდებით. გადახდა ხდება ბარათით, აბსოლუტურად დაცული სისტემა, მე თვითონ ვაგებ პასუხს არანაირი რაღაცა ბარათის ინფორმაციის გაპარვა და გამოყენება არ არსებობს. ამერიკული უთანამედროვე ესი გამოცდილი სისტემაა, რომელიც ამერიკაში აგერ 10 წლეულებია მოიხმარება და არსად არასოდეს არანაირი პრობლემა არ ყოფილა ბარათის მონაცემების გაჟონვის თვალსაზრისით. ამიტომ ყოველგვარი ეჭვგარეშეა, რომ დაცულია თქვენი ინფორმაცია, გადადით, გადაიხადეთ თვეში ესა 5.5 ლარი ჩამოგეჭრებათ და მიიღეთ ეს ვიდეოები, სცადეთ ხალხო 5.5 ლარად, სცადეთ. თუ არ მოგეწონებათ, გააუქმებთ ამ გამოწერას და მომწერთ, რომ ინგა მოიტყუეო. არ დამეხმარაო, მაგრამ ეს რაღაც არ არსებობს. ვისაც უცდია და გაუკეთებია, ყველა საოცარი შედეგი მიუღია. თუ არა და აგერ უკვე მე რამდენი წელია? 2014. მე 12 წელია ვმუშაობ, ვერ ვიმუშავებდი. რაღაცა თუც გაიგებდით აუცილებლად. დამბლოკავდნენ, არ ვიცი, მიჩიულებდნენ, რომ ვიტყუებოდე. მესმის, რომ ბევრის თავში ვერ ლაგდება ეს ინფორმაცია. ვერ წარმოუდგენიათ. ეხლა როგორც, არ ვიცი, მე-20 საუკუნის დასაწყისში, მაგალითად, პაპაჩემი რო დაიბადა და იმისთვის, რომ ვინმეს ეთქვა, რომ ინტერნეტი იარსებებს და ნებისმიერ ადამიანს ესე ცოცხლად დაურეკავ და დაელაპარაკებ, სადაც არ უნდა იყოს. ხო, ვერ დაიჯერებდა პაპაჩემი და ისე ბევრს ვერ სჯერა ამ თანამედროვე ფსიქოლოგიური ტექნოლოგიებისა, თუმცა ისინი არსებობს და ის ადამიანები, ვინც იყენებენ, ვინც იციან ეს და ვინც იყენებს ამას, გაცილებით უფრო სწრაფად მიდიან წინ, ვიდრე ყველა დანარჩენი. იყავი პირველთა შორის.